მელიქიშვილის გამზირზე ვიმყოფებით ზუსტად იმ ადგილას, სადაც 19 ნოემბერს დააკავეს 21 წლის მათე დევიძე პოლიციის წარმომადგენლობა და მას შემდეგ, რაც მოსამართლე გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა 21 წლის ახალგაზრდა მისმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა სასამართლოდან გადმოინაცვლეს უკვე სწორედ მელიქიშვილის გამზირზე გზის სავალი ნაწილი ცენტრალური გამზირი დედაქალაქში ახლა არის გადაკეტილი. თქვენ ხედავთ აქციის მონაწილეებს აქვთ ეს გამზირი მთლიანად ახლა დაკავებული, ასევე არის მობილიზება საპოლიციო ძალების, თუმცა არც ერთ პოლიციელს მაგალითად არ მქონდა იმის მცდელობა, რომ გზის გადაკეტვაში შეეშალა ხელი ან რაიმე გაფრთხილება მიეცათ ამ მოქალაქეებისთვის, რომლებიც პროტესტის ნიშნად იმყოფებიან ახლა მელიქიშვილის გამზირზე და მომავალში არ არის გამორიცხული შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5,000 ლარიანი ჯარიმებიც კი დაუწერონ ამ ადამიანებს, არა და არანაირი გაფრთხილება, როგორც უკვე აღნიშნებათ, არ მიუღიათ. ეს არის ადგილი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო მათე დევიძის ცხოვრებაში. აქ იმყოფებოდა პროტესტზე, როდესაც პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს და შემდგომში უკვე მას მოსამართლე გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შუშანა მაცაბერიძეს გავესაუბრებით, რომელიც იმყოფება მელიქიშვილის გამზირზე. შუშანა, რატომ შეირჩა ეს ადგილი პროტესტის მთავარ ეპიცენტრად დღეს? 19 ნოემბერს აქ მოხდა წინააღმდეგობის მოძრაობის მიხედვით წინააღმდეგობის გაწევა რუსული რეჟიმისთვის, რომელმაც არჩევნები წაართვა მოქალაქეებს და ამის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ ნათლად ევროპული მომავალი წაერთმია ადამიანებისთვის. ეს 22 ნოემბერს გაგრძელდა შემდეგ და ამ ყველაფრის საპასუხოდ, რაც აქ ხდებოდა თესეულთან იქ გათენებული ღამეებით, შემდეგ აქ გადმოსვლით, ეს არის ყველაფერი ჯაჭვი ერთმანეთზე მიბმული და ეს არის წინააღმდეგობრივი ნაბიჯები და ეს წინააღმდეგობრივი ნაბიჯები გაგრძელდება სულ და არავინ არ აპირებს, რომ შეეგუოს რუსული რეჟიმის მიერ რაღაც ვითომ დაწერილ კანონებს, რომელიც რეალურად არ არსებობს. აქ მოხდა მათე დევიძის დაკავება და ამიტომ დღეს ჩვენ ვდგავართ აქ მათესთვის და მათესთვის ვიდგებით ყოველთვის ბოლომდე. ვიდგებით ყველა იმ რეჟიმის პატიმრებისთვის, რომლებიც დღეს საკანში არიან, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ფიზიკური თავისუფლებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველოს გადარჩენისთვის და ქვეყნის დაბრუნებისთვის. შუშანა, რა ვიხილეთ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთის მხრივ ის გადაწყვეტილება, რომელიც გალუსტაშვილმა გამოაცხადა, როგორ ფიქრობთ, ჯერ არის თუ არა მისი დაწერილი საერთოდ ეს გადაწყვეტილება, რადგანაც პოლიციის მობილიზება დილიდანვე აჩენდა განცდას იმისას, რომ გალუსტაშვილს უნდა გამოეცხადებინა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ხომ? შემდგომში სანამ სასამართლო პროცესი დაიწყებოდა, მოქალაქეების შენობიდან გამოყრა ძალადობა და უკვე პროცესის შემდეგ მათზე ფიზიკური ანგარიშწორება, დაკავებები და ამ დაკავებების დროს კიდევ მოქალაქეების ცემა, ხომ? აი რო შევაჯამოთ, რა ხდებოდა დღეს საქალაქო სასამართლოში და რა ნახა ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ? რეალურად მათე დევიძის მიმართ განაჩენის გამოტანა გადაწყვეტილი იყო უკვე ნოემბერში, როდესაც მათე დააკავეს. ეს იყო წინასწარ გაწერილი, წინასწარ დაწერილი, ეს რაღაცა მათი თამაშის წესებია ერთგვარად, რომლითაც ფიქრობენ, რომ ვიღაცას რაღაცას დააჯერებენ, ვიღაცას დააშინებენ, ვიღაცას უკან დაახევინებენ, მაგრამ რეალურად ჩვენ რა ვიხილეთ დღეს ვიხილეთ მათე დევიძის სიტყვა, რომელმაც გაგვამხნევა დღეს გარეთ მყოფი ადამიანები და გვითხრა, რომ ის მიდის წყდიათში, რომ იპოვოს სინათლე. მათეს მხნეობა არის ის ძალა, რომელიც ჩვენ აქ გვარწმუნებს, რომ სწორად ვდგავართ, ვიბრძვით სწორად და რეალურად მათე დევიძე არის დღევანდელი დღისთვის ჩვენთვის სინათლე. თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს და რაც შეეხება ნინო გალუსტაშვილს, ეს არის მონა, რომელმაც წაიკითხა უბრალოდ დაწერილი რაღაცა, რომელიც ვითომ სათათბიროდ გავიდა, რეალურად კი არ ვიცი მე, ყავადალია რაღაცა შეჭამა და გამოტანტალდა მერე და წაიკითხა ის, რაც დაუწერეს, იმიტომ რომ ეს არის უპრინციპო ქალი, უმორალო ქალი, არაფერი ღირებულება ამ ადამიანს არ გააჩნია, უბრალოდ არის რაღაცა ქვევრი, რომელიც იმას წერს და იმას ლაპარაკობს, რასაც ჩასძახებენ. და რაც შეეხება იმ მოვლენების განვითარებას, რაც დღევანდელ დღეს მოაწყო, ესე ვთქვათ, შსს მოაწყო რუსულმა ხელისუფლებამ, ეს არის რაღაც მათ გონიათ, რომ თითქოს ეს ქვეყანა არის რაღაცა ტერიტორია, სადაც გააკეთებენ იმას, რაც უნდათ, მაგრამ ეს ესე ვერ იქნება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და როგორც გადავწყვეტ ჩვენ.
აი აქ დგას დღეს ნათელი გადაწყვეტილება და ესე გაგრძელდება ბოლომდე. მადლობა შუშანა მაცაბერიძეს უსმენდით. ჩვენ პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით აქციის სხვა მონაწილეებსაც. მოგესალმებით საღამომშვიდობისა. რა ვიხილეთ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და რას ხედავთ დღეს მელიქიშვილის გამზირზე? თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ხანია ვხედავთ ბოროტებას, რომელიც მიმართულია თავისუფალი საქართველოს წინააღმდეგ, ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც აპროტესტებს საქართველოში რუსული რეჟიმის დამყარებას, პუტინის რუსეთის სატელიტების მეშვეობით. ეს პროტესტი გრძელდება, ამ პროტესტის წინააღმდეგ რეპრესიებიც გრძელდება. დღეს ვნახეთ გაუგონარი ამბავი, რომელმაც წესით ძალიან ბევრი ადამიანი და მათ შორის სტუდენტი და ახალგაზრდა უნდა გამოიყანოს გარეთ, რადგანაც ოცნების საქართველოში არავინ არაა დაცული, ოცნების რეჟიმს ყველანი ემეტება ციხისთვის თითოეული ამ თავისუფლების მუხტის გამოვლენისთვის. ყველა ადამიანისთვის მას გამოტანილი აქვს განაჩენი. ეს განაჩენი შეიძლება მათე დევიძისთვის დღეს დადგა, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის ეს აუცილებლად ადრე თუ გვიან დადგება, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ფარსი არის სასამართლო, არანაირი ილუზია იმისა, რომ ჩვენ რაიმეს განსაკუთრებას უნდა ველოდოთ, ესეთი მოლოდინი არ და ვერ გვექნება, ამიტომ ერთადერთი უალტერნატივო გზა არის ბრძოლა. ბრძოლა ყველა წერტილში იმისთვის, რომ დავიცვათ დამოუკიდებელი საქართველოს გარუსებისგან და დავიცვათ თავისუფალი საზოგადოება, რომელსაც ოლიგარქის რეჟიმი ებრძვის ყოველდღიურად და ცდილობს, რომ გადატეხოს. ჩვენ არ უნდა ვიქცეთ კადიროვის ჩეჩნეთად, არ უნდა ვიქცეთ ლუკაშენკოს ბელარუსად, არ უნდა ვიქცეთ აიათოლების ირანად, არ უნდა ვიქცეთ იმ რეჟიმების რაღაცნაირ გაგრძელებას, რომელთაც სასკოლო სახელმძღვანელოებში თუ ისტორიის წიგნებში ვსწავლობდით, დიქტატურაზე დაწერილი წიგნებიდან ვიცით, დღეს ეს ყველაფერი ჩვენ თვალს იხდება. ყველა ის ადამიანი, ვინც ამას ასწავლიდა და დღეს ლექციებს ატარებს, მათ შორის თავისუფალ საჯარო ლექციებსაც, ძალიან ბევრი მათგანი ვერ გძნობს, რომ ეს ყველაფერი ჩვენ თვალს იხდება. მათ შორის ჟურნალისტი, ლექტორი, ისტორიკოსი თუ ფილოლოგი, ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენელი, ზოგიერთი პოლიტიკოსიც კი ვერ გძნობს, რომ ეს ყველაფერი რეალობის შეგრძნება, რომ დაგვაკარგვინოს, ეს არის ოლიგარქის და პროპაგანდის მიზანი დღეს. ჩვენ უნდა მოვნახოთ ახალი გზები. სოციალურ ქსელში კი არ უნდა განიმუხტოს ჩვენი ბრაზი და აგრესია, უნდა მიემართოს ყველა იმ ადრესაც სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნებას კი საშიში გახდა. სწორედ ამის გამო ეს ყველაფერი განაპირობა იმას, რომ ჩვენ თელმა საზოგადოებამ, თავისუფალმა საზოგადოებამ უნდა უარყოთ პასიურობის გზა, რომ ვიღაც იბრძოლებს ჩვენს ნაცვლად, ვიღაც ჩაჯდება ციხეში, ვიღაც დადებს ფიცს და უერთგულებს ამ ფიცს. არ არის ასე, ყველამ უნდა დავიცვათ, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა საქართველოს გმირებმა და ეს მემკვიდრეობა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ და განვავითაროთ. მადლობა ძალიან დიდი. მოკლედ ახლა მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე გესმით შეძახილები ბოლომდე თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ეს საპროტესტო აქცია ჯერჯერობით გაჩერდება მელიქიშვილის გამზირზე. შემდგომში კი აქვთ დაგეგმილი სხვადასხვა მიმართულებით მსვლელობა. კადრს გიტოვებთ, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში და მოვლენების განვითარების შესაბამისად.